დღეს გაჩვენებთ, რომ ის დევნილი პალესტინელი ექიმი, რომლის გათავისუფლებასაც გაერო და კონგრესის სხვა წევრები ისრაელისგან ითხოვენ, სინამდვილეში ჰამასის პოლკოვნიკია. და მე მაქვს მტკიცებულება. აი ერთი კითხვა მინდა, რომ წამით დაფიქრდეთ. თუ ვინმე 2 წლის განმავლობაში გეუბნებოდათ, რომ ერთი კაცი გმირი იყო, მოწამე, დევნილი, ჰუმანიტარი, რომელსაც უბრალოდ ავადმყოფი ბავშვების გადარჩენა სურდა და აღმოჩნდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის იყო ტერორისტული ორგანიზაციის ოფიცერი, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა. გაწყენდებოდით. გინდოდათ გაგეგოთ, ვინ მოგატყუათ. იმიტომ რომ ზუსტად ეს ხდება აქ და სია ალბათ ბევრად უფრო გრძელია ვიდრე გონიათ. Gairo, Amnesty International, Bernie Sandersი, Chris Murphy, ბრიტანეთის მთავრობის მინისტრები და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის, თქვენი სანდო მედია საშუალებები, The Guardian, NBC News, Al Jazeera. მოდი დავიწყოთ. მისი სახელია ჰუსამ აბუ საფია. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში მისი სახელი ისეთ სიტყვებს უკავშირდებოდა, როგორიცაა წამება, დევნა და გენოციდი, მას შემდეგ რაც ის ისრაელმა დააკავა ღაზას საავადმყოფოდან, სადაც მუშაობდა. მან ასევე დაწერა არაერთი, არამედ 2 სარედაქციო სტატია New York Times-ში, სადაც ისრაელს ომის დანაშაულებსა და გენოციდში ადანაშაულებდა. ამასთანავე წარმოაჩენდა საკუთარ თავს როგორც უანგარო გმირ ექიმს, რომელიც პალესტინელებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. Amnesty International-მა მასზე მთელი კამპანიები ააგო. საფრანგეთის ქალაქმა ლიონმა მას საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. და ამ კვირაში გაეროს თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისრაელის მიერ ამ კაცის დაკავება ადამიანის უფლებების დარღვევაა და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მხოლოდ ერთი პრობლემაა ამაში. ის პირდაპირ ჰამასის მეთაურია. ეს არის ფოტო 2016 წლიდან, რომელიც გამოაქვეყნა ორგანიზაციამ სახელად ღაზის სამხედრო სამედიცინო სამსახური, რომელსაც პირდაპირ მართავს ჰამასის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო. ფოტოზე ჰუსამ აბუ საფია დგას ჰამასის მაღალი რანგის მეთაურებთან ერთად და აი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამას ისრაელი არ ამტკიცებს. გაზის ჰამასის მიერ მართულ სამედიცინო სამსახურს მას პოლკოვნიკად მოიხსენიებდა საკუთარ არაბულენოვან Facebook პოსტებში 2016 წლიდან. ანუ წლებია, სანამ ეს საკითხი დასავლეთში სადაო გახდებოდა. აი აბუ საფია იმ Facebook გვერდიდან ჰამასის უნიფორმაში. შეუძლებელია ეს ყველაფერი მოგონილი იყოს. ეხლა დამოუკიდებლად, ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურეს, რომ საფია ჰამასის სამხედრო სამედიცინო სამსახურში პოლკოვნიკის წოდებას ატარებს და ეს უბრალოდ სიმბოლური ტიტული არ ყოფილა, რომელსაც ის არასდროს იყენებდა. ამავე საავადმყოფოს კიდევ ერთმა დირექტორმა აჰმედ კახლოთმა, რომელიც თავადაც ჰამასის ლეიტენანტ პოლკოვნიკია, ისრაელის თავდაცვის ძალების გამომძიებლებს უთხრა, რომ ამ საავადმყოფოს აქტიური პერსონალიდან, ექიმებიდან, მედდებიდან და პარამედიკოსებიდან სულ მცირე 16 ადამიანი ჰამასის ალ-ქასამის ბრიგადების აქტიური წევრი იყო. მან ისიც კი გაამჟღავნა, რომ საავადმყოფო ერთ დროს ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი იყო, სადაც გატაცებული ისრაელი მძევალი ყავდათ დამალული. ამასობაში, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა კომპლექსში შეიჭრნენ, საავადმყოფოში 240-ზე მეტი ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის მებრძოლი აღმოაჩინეს, მათ შორის ისინიც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის მასაკში. და ნახეთ ეს საოცარი მასალები, რომლებიც თავად აბუ საფიას სოციალური მედიის ანგარიშიდან მოვიპოვეთ. საკმაოდ კარგი ბიჭივით ჩანს, არა? მგონი თუ გაეროს ან Amnesty International-ს გითხავთ, მათი პასუხი ნამდვილად დადებითი იქნება. შეიძლება ვინმე უნდა აჩვენოს მათ ეს ვიდეო მასალა, სადაც ომის დროს დაკავებული ჰამასის მებრძოლი ყვება, როგორ იყენებდა ჰამასი ამ საავადმყოფოს. ნახეთ. გამარჯობა, მე მუჰამედ საიდ აშარეთი ვარ, 21 წლის მუშაობ ქამალაძვანის საავადმყოფოში. გასუფთავები თანამშრომლად დასავლეთის ბატალიონის ძალებში და შესაძლოა მინდვრის ბატალიონში. დავხანდეთ კიდევ 4 საათს. არის საავადმყოფო შორის აშენეს, სადაც არ მინდა იყოს. იქ არიან ადამიანები, ან ბევრი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად და უშუალოდ ენდობიან მას. ის იყვნენ ჰამასის აქტიური წევრები, ისლამური ჯიჰადის წევრები და წინააღმდეგობის ბრიგადების წევრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ჩრდილოეთ პალესტინაში. რატომ ამბობ მათზე? ფაშიკის კედლები არიან და რატომ ამბობ ისინი? ისინი ფიქრობენ, რომ ეს ახონათი ქვეყანა, რადგან არმიას სიდაფილისი დაბრუნება არ შეუძლია. დევით რო გავიდა, ამბობს, რომ არ უნდა გავაკეთო. სადაც სრულო სამნაშავეებსა და ავადმყოფობებზე. რა შეიმძინდა? მითხარი, რას გულისხმობს ამით? და ისინი ფიქრობენ, რომ არმია მას პირდაპირ ვერ გაიტაცებს. იქოთ ეს კატასტროფა, ან სულ სხვა რა. ამბობს იმასაც შენამდე კარგა. როდესაც ისინი კაფანტულები იყვნენ საავადმყოფოს მენაში ორგანიზებაში, აქტივისტები ის იყვნენ, ვატარებდნენ იარაღის მავსულებზე, როგორც თხენი, როგორც F4,
როგორც ეპოქი. ის გადაადგილდებოდა საავადმყოფოს შიგნით, გარედან შიგნით და შიგნიდან გარეთ. საავადმყოფოში ხდება საბიზნეს არჩევა, სადამკვირვებელია და დაზვერვის წერილი გამოდის შიგნიდან საავადმყოფოში. სამი ბოლო 4 საათში ისინი დილით მოდიან საავადმყოფოში და საავადმყოფოს შიგნიდან. ისინი ნაცნუდება ისრაელის სამღვართან არსებულ ადგილებში. ამაინში, მიწისქვეშა ხეებში, მიწის შიგნით, მექაზე, საზმობაში და მეთვალყურეობაში იქნება ეს ქამალაძვანის მიმდებარე ფუდა ხამჯაში ვიარა და სიდრა ისედაც ჯარი იმყოფება. ეს ყველაფერი აღინიშნება. ეხლა ეს არის პირდაპირი ჩვენება დაკავებული ჰამასის ტერორისტებისგან, რომლებიც აღწერენ თუ როგორ ფუნქციონირებდა ასეთი საავადმყოფოები ორგანიზაციის სარდლობის ცენტრებსა და თავშესაფრებად. მაგრამ თუ ეს საკმარისი არ არის, აქ არის ქურთი ექიმის ჩვენება, რომელმაც მოხალისედ იმავე საავადმყოფოში იმუშავა ღაზაში და აღწერს იმას, რაც პირადად ნახა. შეხედეთ. რა თქმა უნდა, თავიდანვე ცოტა ხნით ვიყავი თქვენთან, როგორც ლაბორატორიაში მაგალითად მუშაობდნენ, იქ სადაც ჰამასი იყო. ანუ ის გზა, რომლითაც ისრაელმა ნამდვილად შეძლო ჰამასისა და სხვა შეთქმულების მონაწილეების გათავისგან გათავისუფლება. ჯარისკაცებს მოკლავენ, ხო? სხვათაშორ. ანუ ის ბატონი ტილიე იყო ავადმყოფი, გმირი იყო, გმირების მეთაური იყო. დიახ, დავინახე. მისი თრემლები ვარდებოდა, გოგონა გიჟივით იქცეოდა. გოგონა საზოგადოებაში ქალად ჩანდა. ეხლა, აქედან იწყება ყველაზე გამაღიზიანებელი ნაწილი. ჰამასის ლიდერს ბასამ ნაიმს არც კი უარუხოია, რომ აბუ საფია ჰამასის წევრია, მაგრამ სადა დაემტკიცებინა, რომ ჰამასი არ იყენებს სამხედრო წოდებებს, როგორიცაა პოლკოვნიკი. ამიტომ ეს სიმართლე არ უნდა იყოს. იმის ნაცვლად, რომ არ ვიცი, დაფიქრებულიყვნენ ბერვინენ, ბევრი წამყვანი მედია ამაზე გაამახვილა ყურადღება და არა იმაზე, რომ ეს კაცი წლების განმავლობაში ჰამასის უნიფორმაშია გადაღებული. მაგალითად, ყატარის ალ-ჯაზირამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით, რომელიც ითარგმნება როგორც სიმბოლოს ლიკვიდაცია და მთელ ამბავს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს არის კოორდინირებული ისრაელის კამპანია, რათა შეელახოს ჰუმანიტარული გმირის რეპუტაცია. და ისინი, რა თქმა უნდა, მარტო არ იყვნენ. Telegraph-მა, Sky News-მა და რა თქმა უნდა, Soros-ის დაფინანსებულმა Dropsite News-მაც ეს აბსურდული ნარატივი აიტაცეს. მაშინაც კი, როცა ყველა მტკიცებულება საჯარო გახდა, გაეროს ყველაზე ცნობილი ანტისემიტი, სპეციალური მომხსენებელი ფრანჩესკა ალბანეზე, მაინც განაგრძობდა მის გათავისუფლებას მოთხოვნას. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი Volker Turk უშიშროების საბჭოს წინაშე დადგა და პირდაპირ განაცხადა, რომ ისრაელს თავისი ბრალდებები არ დაუმტკიცებია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საავადმყოფოს დირექტორმა მისივე დაკითხვის დროს უკვე დაადასტურა, რომ ჰამასი მართავდა იმ დაწესებულებას. ანალოგიურად გაზეთმა Guardian-მა გამოაქვეყნა ვრცელი და თანაგზნობით სავსე სტატია, სადაც ციტირებულია მისი ადვოკატების ყველაზე დრამატული განცხადებები, თუმცა არც ერთხელ არ უხსენებიათ, რომ არსებობს დოკუმენტაცია, სადაც ის ჰამასის უნიფორმაშია. NBC News-მა მოიყვანა Med Global-ის თანადამფუძნებლის ციტატა, რომელმაც მას გმირი და მენტორი უწოდა, თუმცა საერთოდ არ განიხილა წოდების შესახებ ბრალდება. ეს ჟურნალისტური უპასუხისგებლობაა, მაგრამ ეს მხოლოდ მედიას არ ეხება. მოდით ვისაუბროთ აქ მყოფ ადამიანებზე, რომლებიც ამ ტალღას აღქმნენ, რადგან მინდა რომ მათივე სიტყვებით მოისმინოთ. EOC-მ იმ გეოპოლიტიკურმა ექსპერტმა მოუწოდა ისრაელს გაათავისუფლოს, ციტირებ. პედიატრი ექიმი ჰუსამ აბუ საფია, რომელიც 18 თვეა ბრალის წარდგენის გარეშე ყავთ დაკავებული და ახლა წამებისგან სიცოცხლის დაუყოვნებელი საფრთხის წინაშე დგას, ციტატის დასასრული. სენატორმა Chris Van Hollen-მაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კონგრესმენმა Jim McGovern-მა კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, პირდაპირ ციტირებ. არც ერთი დამატებითი გადასახადის გადამხდელის ცენტი არ უნდა გაიგზავნოს ასეთი საზიზღარი დარღვევების ხელშეწყობისთვის. რაშიდა ტლაიბიც რა თქმა უნდა ჩაერთო, ასევე ბერნი სანდერსიც და ეს მხოლოდ ამერიკელები არ იყვნენ. ბრიტანეთის მინისტრმა ჰამიშ ფალკონერმა საჯაროდ განუცხადა ისრაელის მთავრობას, რომ ამ ადამიანის საქმეს აყენებდა, თუმცა არასოდეს უხსენებია, რომ ის აქტიურად არის ჰამასის წევრი. აი, ჩემი კითხვა თითოეულ თქვენგანთან. რომელიმემ თქვენგანმა გადაამოწმა, თქვენგან რომელიმე, ვინც თითქოს ზრუნავთ პალესტინელებზე, გესმით, რომ ყველაზე სასტიკი და დამტკუნველი ძალა ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალები კი არაა. ეს ჰამასია და დიახ, ღაზელების წინააღმდეგაც. გამოიღვიძეთ, იდიოტებო. ეს არის დეზინფორმაციის მანქანა. ზუსტად ასე მუშაობს ის ყოველ ჯერზე. მედია ადამიანს ერთგვარ ჰუმანიტარულ ხატად წარმოაჩენს, მაგრამ არასდროს იწუხებს თავს, რომ გადაამოწმოს ყველაზე საბაზისო ფაქტები იმაზე, ვის აძლევს სიტყვას. პოლიტიკოსები, რომლებსაც კამერაზე თანაგზნობი გამოხედვა სურთ, უერთდებიან ამას ისე, რომ 30 ტუთიც კი არ უთმობენ კვლევას.
და როცა სიმართლე გამოდის, ფაქტების დაზუსტების ნაცვლად, მედიის ყველაზე ცნობილ სახეებსაც კი აქტიურად აშენებენ საწინააღმდეგო ნარატივს, რათა დაიცვან ტყუილი. ეს ჟურნალისტიკა არ არის. შემდეგ ჯერზე, როცა ნახავთ სათაურს, რომელიც მთლიანად ღაზადან მომავალი თანაგზნობას აღმძვრელ ფიგურაზეა აგებული, სანამ გააზიარებთ, საკუთარ თავს ერთი კითხვა დაუსვით. ვინ არის ეს ადამიანი? სინამდვილეში შეამოწმა ვინმემ, რადგან ამ შემთხვევაში ჩანაწერი ყველას თვალწინ იყო ჰამასის არაბულენოვან სოციალურ მედიაში 2016 წლიდან. That's New York Times-ში, არც Guardian-ში, არც NBC-ში, არც მოქმედი ამერიკელი სენატორის ოფისში არავის უცდია გადაემოწმებინა. პოლკოვნიკი ჰუსამ აბუ საფია არ არის დევნილი ჰუმანიტარი. ის არის ამ კონცეფციის ცოცხალი მაგალითი. და ახლა ზუსტად იცით, როგორ მუშაობს ეს კონცეფცია. ეხლა მთავარ გლობალურ მოვლენაზე, რა ჯანდაბა ხდება ირანთან დაკავშირებით. მოდით ვნახოთ, რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. ბატონო პრეზიდენტო, ირანთან დაკავშირებით დასრულდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტა? დასრულებულია თუ არა ცეცხლის შეწყვეტა? მემორანდუმი აღარ მოქმედებს. ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩემი აზრით, ყველაფერი დასრულდა. მე აღარ მინდა მათთან ურთიერთობა. ისინი ნაგავები არიან. იცი რა არის ნაგავი? ისინი ნაგავები არიან. ისინი ავადმყოფი ხალხია. მათ ავადმყოფი ადამიანები ხელმძღვანელობენ. და ისინი ბოროტი ძალადობრივი ადამიანები არიან. და რომ კონდეთ ბირთვული იარავი გამოიხენებდნენ მას. რაც მე მეხება, ყველაფერი დასრულებულია. ჩვენს ეს მომლაპარაკებლებთან ვილაპარაკებ. მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა. ისინი მათყვარები არიან. ვაკეთებთ შეთანხმებას და მერე თუ მასთან შეთანხმებას მივაღწევ, შეთანხმება გვაქვს და ის გადის. ის ლაპარაკობს, ვაკეთებთ შეთანხმებას, ყველა თანხმდება, ბირთვული იარაღი არ იქნება. ვაკეთებთ შეთანხმებას, ისინი გარეთ გადიან, პრესასთან ლაპარაკობენ, ამბობენ რომ ამაზე საერთოდ არ გვილაპარაკია, რაღაცა რიგზე არ აქვთ, ისინი გიჟები არიან. რაც მე მეხება, ეს დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ირანთან მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება? არ მაინტერესებს, შეუძლიათ ილაპარაკონ, მაგრამ ვფიქრობ დროს კარგავენ. ისინი მათყვარა ხალხია. გულისხმობ, არ მინდა ვთქვა, რომ ხომ გეუბნებოდით, მაგრამ სწორედ გეუბნებოდით. ასე რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა. მემორანდუმი უკვე მოძველდა დაახლოებით 1 კვირის ურთიერთდაპირისპირების შემდეგ. და ახლა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლახან გამოაცხადა, რომ მას აქვს 1000 რაკეტა მზადყოფნაში და მიმართულია ისლამური რესპუბლიკისკენ. რატომ? ძირითადად იმიტომ, რომ ისლამური რესპუბლიკა და მისი ყველა ჯამბაზი არ თხვატენ საუბარს მის მოკლაზე. აგიხსნით, რა მოხდა ახლახან, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ისლამურმა რესპუბლიკამ კვლავ შეუტია სავაჭრო გემებს ჰორმუზის სრუტეში. შეერთებულმა შტატებმა საპასუხოდ სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელა და ეს გაფართოვდა. და შემდეგ, რაც უმაღლესი ლიდერი გახდა, მოჯთაბა ხამენეიმ პირველად დაარღვია სიჩუმე. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ რაიმე დაემშვიდებინა, არამედ იმისთვის, რომ აღეთქვა, რომ მამამისის სიკვდილის შურისძიება აუცილებლად მოხდება და შურისძიება მისი ერის ნებაა. არ ვიცი, რომელერს გულისხმობს, რადგან ფაქტია, რომ როცა ალი ხამენეი მოკლეს, ირანის ქუჩებში ხალხი პირდაპირ ცეკვავდა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ტრამპმა მაშინვე უპასუხა Truth Social-ზე და თქვა, რომ თუ რეჟიმი შეეცდება მის მკვლელობას, აშშ-ში სრულად გაანადგურებს და მიწასთან გაასწორებს ამ ქვეყანას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია, ის მაინც ამტკიცებს, რომ აშშ-მ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. თეირანის პასუხი: ისინი არც კი აღიარებენ, რომ საერთოდ ითხოვეს მოლაპარაკებები. და თუ ფიქრობთ, რომ ტრამპის მოკლის შესახებ საუბარი მხოლოდ მიკროფონთან მდგომი ერთი გაბრაზებული ირანელის ნათქვამია, ნება მომეცით. მხოლოდ ამ კვირიდან რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. ბაშათში ერთ-ერთმა სასტუმრომ თავის შენობაზე დიდი ბანერი ჩამოკიდო, რომელზეც ინგლისურად ლისურად ეწერა: ჩვენ მოვკლავთ ტრამპს. ხოლო ქვემოთ იგივე შეტყობინებაა იყო დაწერილი სპარსულადაც. რამდენიმე დღით ადრე თეირანში მგლოვიარეებმა და რეჟიმის მხარდამჭერებმა, რომელთა უმეტესობა იძულებული იყო დასწრებოდა ოჯახის წევრების რეჟიმთან კავშირის ან ფულის სანაცვლოდ, ზუსტად იგივე ბანერი ატარეს დედაქალაქის ქუჩებში წარწერით: ჩვენ მოვკლავთ ტრამპს. შემდეგ ეს კადრები რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდის არხმა გაავრცელა. და ამის შემდეგ ხამენეის დაკრძალვაზე მაშჰადში ბრბოში მყოფმა ქალებმა იგივე პლაკატები ასწიეს წარწერით: მოკალით ტრამპი. ეხლა როცა მგლოვიარეები სკანდირებდნენ და მე პირდაპირ ვთარგმნი დაკრძალვიდან, ვფიცავ უზენაესი ლიდერის სისხლს, ტრამპო, ჩვენ მოკლავთ. ეს ციტატაა. და ამ ყველაფრამდე დაკრძალვის წამყვანი მოჰამად რასული ასეულობით 1000 მგლოვიარის წინაშე დადგა და მიკროფონით განაცხადა, რომ ტრამპის მოკლა ჩვენი ვალია. ვინმე ვინც მარას იმამი მოკლა? ჩერა უნაკოჩი ვინ არის ჩვენი მტერი თუ არა თქვენი მკვლელი? ცორონა ქოშიმ ამიერიდან კაფანი ჩვენი სამოსია შენ სისხლს ფიცავთ
შენს ბკლეს შურს ვიძიებთ. გერდან მოს! ეს იყო ისლამური რეჟიმის უზენაესი ლიდერის ოფიციალური სახელმწიფო დაკრძალვიდან და არა სოციალური მედიის პოსტი ან რამე მსგავსი. ამ კვირას ასევე გაირკვა, რომ ისრაელმა კიდევ ერთი ირანის რევოლუციური გვარდიის შეთქმულება ჩაშალა ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით, რა თქმა უნდა, წინა მცდელობებისა და მისი ქალიშვილის ივანკა ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ამ კვირის დასაწყისში, როდესაც ტრამპი თურქეთში ნატოს სამიტზე იმყოფებოდა, ირანის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა საჯაროდაც კი მოუწოდა ბალისტიკური რაკეტები გაეგზავნათ თურქეთში მის მოსაკლავად. გულისხმობ, ისინი აბსოლუტურად შეპყრობილები არიან ამით, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ არც საზღვაო ფლოტი და არც საჰაერო ძალები ასეთი ქმედებების განსახორციელებლად. სინამდვილეში ისინი საოცრად სუსტები არიან, როგორც რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საპირისპიროს აჩვენებენ. აი რას არავინ გიკავშირებთ ერთმანეთთან მეინსტრიმ მედიაში. ეს რეჟიმი ეკონომიკურად მუხლებზე დგას. ირანული რეალი ახლა დაახლოებით 1,75 მილიონია $1, რაც ყველაზე სუსტ მაჩვენებელია ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წელს ინფლაცია თითქმის 69%-ს მიაღწევს, ხოლო ეკონომიკა 6%-ზე მეტით შემცირდება. 7 მილიონი ირანელს ამჟამად შიმშილი ემუქრება, ხორცი ირანში ფუფუნების საგანია. ამასობაში რეჟიმის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი აჩვენებს, რომ სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურები, ანუ ირანის რევოლუციური გვარდია, ნავთობის შემოსავლიდან რამდენჯერმე უფრო დიდ წილს იღებს, ვიდრე რეალურ სამოქალაქო მთავრობას ერგება. რელიგიური ინსტიტუტები იღებენ თითქმის ნახევარს იმ მცირე ნავთობის შემოსავლიდან, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს. ამასობაში თეირანიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით მთავრობას უჭირს საკუთარი სამხედროების ხელფასების გადახდაც კი. ამ დროს, როცა ჩვეულებრივ ირანელებს ხორცის ყიდვაც არ შეუძლიათ, ეს რეჟიმი ხარჯავს რაც ფული აქვს ბანერების ბეჭდვაზე, სადაც დონალდ ტრამპის სიკვდილს ითხოვენ და აფინანსებს იმავე უსაფრთხოების სტრუქტურებს, რომლებიც მათ ხელისუფლებაში ამყოფებს. ეს არ არის მთავრობა, ეს მაფია. სწორედ ამიტომ იყო განწირული მემორანდუმი თავიდანვე. და გულწრფელად რომ თქვა, კარგია რომ ასე მოხდა, რადგან შეთანხმებას ვერ გააფორმებ რეჟიმთან, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და რომელსაც ხომეინიზმის იდეოლოგია მართავს. ეს შეთანხმება არაფრად ღირს. ძალიან მინდა განმარტო, რომ ეს არ არის ამბავი იმის შესახებ, თითქოს ზომიერებს რადიკალების ძლევენ. ამ რეჟიმში ზომიერები საერთოდ არ არსებობენ. რეალურად რაც ხდება, ეს არის ის, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი აჰმად ვაჰიდი, ადამიანი, რომელსაც ინტერპოლი 2007 წლიდან ეძებს, არგენტინაში 1994 წელს ებრაული სათვისტომოს ცენტრის აფეთქებაში მონაწილეობის გამო, რასაც 85 ადამიანი ემსხვერპლა. ის რეალურ დროში გაჩვენებთ, ვის ხელშია სინამდვილეში ძალაუფლება აქ. ვაჰიდი და ირანის რევოლუციური გვარდია არაერთხელ ცდილობდნენ, რომ ეს ომი ძალადობრივი გზით გაგრძელებულიყო, მათ შორის ბოლო ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების ინიციატორებიც იყვნენ ისრაელზე. ასევე გასულ კვირას ყატარზე, იორდანიასა და ქუვეითზე იერიშებსაც უბიძგებდნენ. რეალურად მნიშვნელობა არ აქვს ვინზის მაგიდასთან კოსტიუმითა და ღიმილით დასავლეთის კამერებისთვის. იარაღი ყოველთვის ერთსა და იმავე ხელშია, ირანის რევოლუციური გვარდიის. და სანამ დასავლეთი მზად არ იქნება რეალობის გასააზრებლად და ამ ბანდიტების ერთხელ და სამუდამო დასასრულებლად, ეს ყველაფერი გაგრძელდება. უნდა აღნიშნო თუმცა, მართლ სამწუხაროა, რომ ისრაელს ჰქონდა შესაძლებლობა პირდაპირ გაენეიტრალებინა ვაჰიდი, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ ისინი შეაჩერა, რადგან პრეზიდენტს სურდა, რომ რეჟიმი გაგრძელებულიყო, შეცდომით ფიქრობდა, რომ მათთან შეთანხმებაზე შეიძლება მოლაპარაკება. მათთან ეს არ გამოვა. ამ რეჟიმმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ხელს მოაწერს ქაღალდს და დაარღვევს მას იმ წამსვე, როგორც კი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბრძოლა გააგრძელოს, რადგან სწორედ ამისთვის არის ეს რეჟიმი შექმნილი. ეს ნიშნავს, რომ სანქციების შემსუბუქების ყოველი დოლარი, ჰორმუზის გავლით გატარებული ნავთობის ყოველი ბარელი, რომელიც დროებითი გამონაკლისის საფუძველზე გადიოდა, ღმერთს მადლობა, ამ კვირაში გაუქმდა. ეს ნაბიჯები მშვიდობას არ ყიდულობს. ისინი რეჟიმს მეტ დროს აძლევენ, რომ ხელახლა შეიარაღდეს და მეტ ფულს აძლევენ, რომ ირანის რევოლუციური გვარდია გამოყვებონ, მაშინ როცა ჩვეულებრივი ირანელები შიმშილობენ. აი ჩემი აზრი რა უნდა მოხდეს შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა უნდა განაახლოს დარტყმები სამხრეთში და მის ფარგლებს გარეთ. მათ უნდა აიღონ დროებითი კონტროლი ყველაფერზე, რაც საჭიროა, ხოლო ჰორმუზის სრუტე მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლისა და აშშ-ის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს. თუ ეს ზეწოლა სწორად განხორციელდება, მხოლოდ ამ ზეწოლას შეუძლია ამ რეჟიმის პარალიზება უფრო სწრაფად ვიდრე ნებისმიერ რაკეტას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონმა ხელი არ შეუშალოს ისრაელს. მისცეს ისრაელს საშუალება დაასრულოს რეჟიმის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია. მიეცით მათ საშუალება მიზანში ამოიღონ ბასიჯი, იმ შინაგან დამსჯელებს, რომლებიც ყოველ ჯერზე სცემენ დემონსტრანტებს, როცა ირანელები აჯანყებას ცდილობენ. რადგან ყოველ ჯერზე, როცა ამერიკა აჩერებს ისრაელს, რათა დაიცვას მოლაპარაკება იმ ადამიანებთან, ვისაც მოლაპარაკება არ სურს,
რეალურად ჩვენ ვიცავთ თავად რეჟიმს და არა მშვიდობას. ირანის ხალხს იმათ ვისაც საკვების ყიდვა მაშინ როცა მათი რეჟიმი სიკვდილის მუქარებს არცელებს. ეკუთვნით ღია გზა, რომ თავად დაასრულონ ის, რაც ქუჩაში დაიწყეს. ეს რეჟიმი კეთილსინდისიერად ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან უბრალოდ არ შეუძლია. რეალური ძალაუფლების მქონე ადამიანები შეთანხმებას არ ისურვებენ. მათ უბრალოდ გადარჩენა სურთ. და ამ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა მორიგი ურთიერთგაგების მემორანდუმი არ არის. თავარი ისაა, რომ ეს რეჟიმი საკმარისად დიდხანს ვერ გადარჩეს, რომ ხელი მოაწეროს ასეთ მემორანდუმს. ეხლა გადავდივართ ამ კვირის რუბრიკაზე კარგი, ცუდი და უშნო და დავიწყოთ კვირის ცუდი ამბით. ახალი Pew Research-ის კვლევა, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, გულწრფელად უნდა აშინებდეს ყველას, ვისაც აინტერესებს საითმიდის აშშტ-ში, რადგან ის აჩვენებს, რომ ჰამასის მხარდაჭერა ამერიკაში მარგინალური მოვლენა აღარ არის. ის უკვე პოპულარული ხდება მოსახლეობის მთელ სეგმენტებში. კვლევამ გამოკითხა 12,000-ზე მეტი ამერიკელი ზრდასრული და დაადგინა, რომ 18-დან 29 წლამდე ამერიკელების 13%-ს ახლა ჰამასის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. ეს დაახლოებით ყოველი მერვე ახალგაზრდა ამერიკელია, ვინც Pew Research-ს უთხრა, რომ მათ დადებითად უყურებენ. იგივე ორგანიზაცია, რომელმაც გააუპატიურა, გაიტაცა და მოკლა 1200 ადამიანი, ორგანიზაცია, რომლის ტერორისტებმა სექსუალური ძალადობა გამოიყენეს როგორც განზრახ სამხედრო მოქმედება, არა როგორც ცალკეული შემთხვევა, არამედ როგორც სისტემური კამპანია გაუპატიურებისა და დასახიჩრების. ჩვენ საუბრობთ ამერიკელებზე, რომლებიც იცნობენ 7 ოქტომბრის მოვლენებს. ზოგიერთმა მათგანმა ნახა კადრები და წაიკითხა ჩვენებები, მაგრამ მაინც დადებითად არიან განწყობილნი ჰამასის მიმართ. მაგრამ რეალურად საქმე კიდევ უფრო მძიმედაა, რადგან გამოკითხულ მუსლიმ ამერიკელთა 44%-მა განაცხადა, რომ ჰამასის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ, რაც 7 პუნქტით მეტია 2 წლის წინანდელ მაჩვენებელზე და ბევრად აღემატება ქვეყნის სხვა რელიგიურ ჯგუფებს. შედარებისთვის, ებრაელი ამერიკელების მხოლოდ 2%, თეთრი ევანგელისტების 4% და კათოლიკეების 8%-ს აქვს ჰამასის მიმართ დადებითი დამოკიდებულება. ამავე მუსლიმ ამერიკელთა ჯგუფის მხოლოდ 26%-ს აქვს დადებითი დამოკიდებულება ისრაელის ხალხის მიმართ, მაშინ როცა ებრაელებში ეს მაჩვენებელი 83%-ია და სხვა ყველა რელიგიურ ჯგუფში ნახევარზე მეტს აქვს დადებითი დამოკიდებულება, როგორც Pew-ის კვლევა მაჩვენა. როგორ მივედით აქამდე? ეს შემთხვევით არ მომხდარა. ქვეყანა, სადაც ჯგუფის მხარდაჭერა, რომელიც მასობრივ გაუპატიურებას ომის ტაქტიკად იყენებს, წარმოუდგენელია, ასე უბრალოდ არ იცვლება. იმ მდგომარეობამდე, სადაც მთელი რელიგიური საზოგადოების თითქმის ნახევარი ამავე ჯგუფს დადებითად აფასებს. წლების განმავლობაში ასეთი ქცევის ნორმალიზაციის მიზანმიმართული და მუდმივი მცდელობების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. აი ასე გამოიყურება ნამდვილი დივერსია. ეს არ არის უცხო ქვეყნის არმია, რომელიც სანაპიროზე გადმოდის, არამედ მორალური სიცხადის ნელ-ნელა გამოფიტვა. კომბუსებზე ინდოქტრინაციის გზით, სოციალური მედიის ალგორითმებით, რომლებიც ყველაზე პროვოკაციულ ანტიისრაელურ კონტენტს აჯილდოებენ და პოლიტიკოსებით, რომლებმაც კარიერა აწყვეს იმაზე, რომ ტერორისტულ ჯგუფს ტერორისტულ ჯგუფად არ მოიხსენიებენ. და ეს ყველაფერი ხდება მანამდე, სანამ ჰამასმა სულ რამდენიმე დღის წინ 6 ივლისს გამოაცხადა, რომ ის გაზაში თავის ოფიციალურ მართლ ორგანოს შლის, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს სრულ რეალურ განიარაღებას და არ შეცვალა არაფერი იმაში, ვინ არიან ისინი და რა მიზნები აქვთ. შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც მუსლიმი პოლიტიკოსები, როგორიცაა რაშიდ ტლაიბი, ილჰან ომარი და მიჩიგანის სენატის კანდიდატი აბდულა საადი, დემოკრატიულ პარტიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ხმებად იქცნენ. სადაც კომუნისტი, ისლამისტი სახელად ზოღრან მამდანი ახლა ნიუ-იორკის მერი გახდა. და სადაც ამ პიროვნებათაგან არც ერთს არასდროს უცდია ჰამასის პირდაპირი დაგმობა ყოველგვარი დათქმის გარეშე. ვერ გააცალკევებ გამოკითხვებს პოლიტიკისგან. ერთი მეორეს წარმოშობს. და სანამ ამერიკელები ამ მორალური სიცხადის ეროზიას იმ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ არ აღიქვამენ, როგორც სინამდვილეშია, მეშინია, რომ ეს მაჩვენებლები მხოლოდ გაუარესდება. ეხლა კი ჩვენი ამ კვირის უსიამოვნო ამბავი, რომელიც იდეალურად ასახავს, ვინ არიან სინამდვილეში რეგიონის შეუწყნარებელი რეჟიმები. LGBTA Cruises გემი სახელად Scarlet Lady, რომელიც ათენიდან ვენეციამდე 10 დღიან მოგზაურობაში დაახლოებით 2000 მგზავრს ატარებდა, ერთ კვირაში არაერთ, არამედ 2 ქვეყანაში არ შეუშვეს ნავსადგურში. პირველად თურქეთმა უარი თქვა, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გემი უკვე დაქირავებული იყო ისეთი ჯგუფების მიერ, რომლებიც ჩვენს სოციალურ სტრუქტურასა და მორალურ ღირებულებებს არ შეესაბამებიან. მათ ასევე განაცხადეს, რომ ვიზიტმა საზოგადოებაში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია. კომპანია, რომელმაც გემი იქირავა, Atlantis Events-ი ბოლო 25 წლის განმავლობაში 13 ჯერ იყო თურქეთში ჩასული და არც ერთი პრობლემა არ ქონია. მაშინაც კი, როცა აშშ-ში საელჩომ სცადა დახმარებოდა აკრძალვის გასაჩივრებაში, ეს არ გამოვიდა. კომპანიის დირექტორმა თავად თქვა, რომ თურქეთის ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ უთხრეს, მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ ეს გეი ადამიანების ჯგუფი იყო. ამიტომ გემმა გეგმები შეცვალა და ამის ნაცვლად ეგვიპტის ალექსანდრიაში უნდა შესულიყო.
და რამდენიმე დღეში ეგვიპტემ რა თქმა უნდა ზუსტად იგივე გააკეთა. უარი თქვა შესვლაზე, ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი ოფიციალური ახსნა არ მოუწია. The Guardian-ის მიხედვით მგზავრებმა გამთენი ისეს გაიგეს, როცა კარის ქვეშ ჩადებული ბარათი იპოვეს, რომ მათ ისევ უარი უთხრეს. ნახეთ რას ამბობს ერთ-ერთი მონაწილე. კარგი, კრუიზის განახლება. მე ვარ გეი კრუიზზე, რომელსაც თურქეთში შესვლაზე უარი უთხრეს. და რა მოხდა? ვის აინტერესებს? თუ გინდათ კარგით მის გადანერგვა, წადით სამხრეთ კორეაში. მოკლედ, მიმართულებას ვიცვლით. ეხლა ეგვიპტეში მივდივართ. საოცარია, რა გაუმჯობესებაა. ეგვიპტეში არასდროს ყოფილ ვარ. დავჯავშნე ტური პირამიდების სანახავად. დილით ვიღვიძებ. ეგვიპტის წყლებშიც არ შეგვიშვეს. არა, აქ პირდაპირ არ წერია, რომ იმიტომ რომ გეი ვართ, მაგრამ სწორედ ამის გამოა. და მგონია რომ ეს უბრალოდ თავგზას მირევს, იმიტომ რომ ვარამ ულამაზეს გემზე Virgin-ს განსაკუთრებული შექება ეკუთვნის. საოცარი საკრუიზო კომპანია 1900 საოცარ მამაკაცთან ერთად. მე ვმუშაობ Atlantis-ისთვის, საუკეთესო გეი საკრუიზო კომპანიაში, რაც კი ოდესმე იპოვით. და როგორც Virgin-ი, ასევე Atlantis-ი იზრუნებენ იმაზე, რომ შესანიშნავად გავატაროთ დრო და ასეც იქნება. ესაა მთელი გეი გამოცდილება, ანუ სირთულეების მიუხედავადაც კი გართობა. მაგრამ თითქოს ასეა, ჩვენ ზედმეტად გეები ვართ იმისთვის, რომ თქვენს ქვეყანაში ბევრი ფული დავხარჯოთ. ეხლა აი ეს ნაწილია, რაც მართლა მაწუხებს. ერთმა გეი ტურისტული კომპანიის მფლობელმა, რომელსაც სტატიაში ციტირებდნენ, ეს დააბრალა მემარჯვენე ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მთავრობებს ხელში იგდებენ. რა? ეს არის ისლამისტური იდეოლოგია, პირდაპირ და მარტივად. ნუ მიკიბ-მოკიბებს და თქვით სიმართლე. თურქეთში, ეგვიპტეში ორი მთავრობა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო დასალურ კონსერვატიულ ან მემარჯვენე პოლიტიკასთან და ყველაფერი აქვთ საერთო ტერორიზმის მხარდამჭერ ისლამისტებთან, წყვეტენ ვის აქვს არსებობის უფლება. ეს იგივე რეგიონია, სადაც ხალხს უყვარს ისრაელისთვის ტოლერანტობაზე, ჭკოლერანტობაზე. ერთადერთი ქვეყნისთვის ახლო აღმოსავლეთში, სადაც გეი ადამიანებს შეუძლიათ ქუჩაში თავისუფლად იარონ, ხელჩაკიდებულებმა და შიშის გარეშე. ალბათ ამ ხომალდს თელ-ავივში უნდა მიეშვა ნავსადგურში. ეხლა კი ჩვენი კვირის კარგი ამბავი, რადგან ზოგჯერ შოუს დასასრულებლად საუკეთესო გზაა უბრალოდ უყურო, როგორ ირცხვენ თავს ადამიანები, როცა სიმართლე ყველას თვალწინდევს. კიდევ ერთხელ აქ ეგვიპტეზე ვსაუბრობთ. მათ წინა კვირას მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან 3-2 წააგეს. და იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დამარცხება მიეღოთ, არაბულმა მედიამ და სოციალურმა მედიამ გადაწყვიტეს, რომ ეგვიპტის წაგების ნამდვილი მიზეზი, რა თქმა უნდა, ებრაული შეთქმულება იყო. და შემდეგ მათ ეს რეალურ დროში 72 საათის განმავლობაში ააგეს, რომ ყველასთვის ეჩვენებინათ. ეს დაიწყო იმით, რომ ვიღაცამ ფრანგი არბიტრის ვიკიპედიის გვერდი შეცვალა და ცრუ ინფორმაცია ჩაწერა. თითქოს ის მართლმადიდებელ ებრაულ ოჯახში დაიბადა. თანაც დეტალურად მიუთითა, რომ მისი ბაბუა ფრანგულ წინააღმდეგობაში მონაწილეობდა. ეს დაშალეს იმის გამო, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ მანამდე უკვე ეკრანის სურათები არაბულ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა. შემდეგ ერთ-ერთმა პოპულარულმა YouTube არხმა ატვირთა ვიდეო, რომელსაც პირდაპირ ერქვა ეგვიპტეს სიონიზმთან აგებს და ამტკიცებდა, რომ არბიტრი FIFA და არგენტინა ყველა ფარულად ისრაელელია. იმიტომ, რომ ლიონელ მესიმ 2013 წელს გოდების კედელი მოინახულა. მართლა? შემდეგ სოციალურ ქსელებში ებრაელთ მოძულე უცნაურებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ებრაული შეთქმულება იყო. სნიკოდან დაწყებული ბასემ იუსეფით, კომიკოსით და მათი მილიონობით მიმდევრით დამთავრებული. თუ ეს საკმარისი არ იყო, ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციის ნამდვილი საბჭოს წევრმა, სახელად მუსტაფა აბუ ზაჰრამ, საჯაროდ მიანიშნა, რომ ეს მარცხი იყო შურის ძიება მთავარი მწვრთნელის, პალესტინის მხარდამჭერი აქტივიზმის გამო. რადგან მან წინა მატჩის დასრულების შემდეგ პალესტინის დროშით ხელში სტადიონი შემოიარა, მხიარულობდა და სხვებსაც უყვებოდა, რამდენად მნიშვნელოვანია პალესტინის მხარდაჭერა. რადგან რა თქმა უნდა არ შეიძლება უბრალოდ ის იყოს, რომ ეგვიპტემ წააგო თამაში იმიტომ, რომ არგენტინაზე ნაკლებად კარგი იყო, ხომ ასეა. ტიპური ისლამისტური მენტალიტეტია, როცა საკუთარ თავზე პასუხისგებლობას არ იღებენ და ყველაფერს სხვებს აბრალებენ. თანაც ამ ყველაფრის გასამართლებლად რთულ და მრავალფენოვან შეთქმულების თეორიებს იგონებენ. ასე რომ ეს იყო ჩვენი გადაცემა ამ კვირისთვის. თუ გაქვს ამბავი, რომელიც გონია რომ უნდა გავაშუქოთ, გამომიგზავნე. გამომკევი X-ზე ან Instagram-ზე Emily in Tel Aviv ან Emily Co. Shrederi. და მომავალ კვირას ისევ აქ გნახავთ Access of Truth-ზე, JNS TV-ზე.